დაწერილი ქირურგიული პროცედურები. საჭიროების წელს ან ჩაწერილი სპეციალისტი ამოქმედებს სედატიური საშუალებები ლოკალური ანესთეზიასთან ან მის გარეშე. უფრო ხანძრული პროცედურების დროს ნეიროაქსილარული ან ზოგადი ანესთეზია. ალბათ აქ არ არის განეკითხვა ზოგს უკვირს რომ ხშირად ვიზახიან ამ ანესთეზიის და რეანიმაციის დეპარტამენტში. სამწუხაროდ ასეთი პროფესია გვაქვს. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ უფრო ხშირად უნდა იყოს კომუნიკაცია ამ მიმართულებას შორის. ეს კითხვები ჯერ კიდევ დარჩენილია იმ კლინიკური შემთხვევიდან, რომელიც შევამოწმეთ. კიდევ ერთი კლინიკური შემთხვევა, ალბათ ამით დავამთავრებ დღეს სისხლისდენის. რამდენად ადეკვატურად შეფასდა სისხლისდენის სიმძიმე მეტახმებით. აბსოლუტურად არ შეფასდა, რამდენად დროულად განხორციელდა პაციენტის რეფერატი. ამაშიც დაგვიანებით არის, იმიტომ რომ თუ თქვენ შეამჩნიეთ შოკის სურათი იყო, როდესაც არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი გახლავთ შოკის ვოლემიური დარღვევები და პლუს კიდე წნევის დაცემა. წნევა რო არის დაცემული, აქ არის ან ვოლემიური შოკი, ან გემორრაგიული შოკი. ძალიან რთულია, თუმცა შოკი ეს უკვე დადასტურებულია. უფრო ადრე იწყება. ხომ დაიმახსოვროთ, ერთ-ერთი მთავარი პრედიქტორი შოკის ეს არის გულისწონათა სიხშირის და სხვა თითქმის არაფერი. შეიძლება ვერავინ შეამჩნიოს ეს, მაგრამ ეს ნამდვილად არა. ამაში ალბათ დამეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში აქ არაფერი არ იყო. აი, რამდენი უარყოფითი პასუხია იმ შემთხვევაში. მოდით ასე გავადიდებ, ხო, რომ მეც უფრო იოლად დავინახავ, დავადიდებ. კარგად ჩანს? კი, კარგი. ხო, კარგი. კი, ბატონო, დავიწყო. აი, აქ არის ორი სვეტი, რა არ მოხდა და ფაქტურად ყველაფერი ის, რაც ჩვენს რამდენი პრობლემაა. თქვენ იძახით, რომ ახლა ლაპარაკობთ, მე ჩემგანებურად მომისმინე ექიმებზე, კი, მაგრამ ძალიან ბევრს ვცდებით. მარტო ის რას გეს, რომ მორალური მხარეთ უნდა დაიღეთ ექიმებს. ახსოვხარ მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტი გაურთულდება. ან გიგზავნის მომაკვდავ დედას, როდესაც უკვე მძიმესი პრეეკლამსია, ან ნაყოფის ისეთ მდგომარეობას, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ, გარდა იმისა, რომ გააკეთოს სახეისრობა. სხვა დროს არ აქვს შეკრულია ვიღაცასთან, მორალურად ეს ნორმალურია. არ არის ხო? მეორე, გუშინაც გითხარით დღეს, როდესაც მე ან თქვენ თუნდაც უარს ეუბნებით სახელმწიფო დაფინანსებაზე და ითხოვს პაციენტის საკეისროს. თქვენ რომ უარი უთხრათ და მე გავაკეთო, კარგი კაცი ვიქნები. ხო არ ვიქნები. ტენდენცია იყო. კაიხლის წინ ჩამოყალიბდა და ბევრი პაციენტი დაგარდა კლინიკებმა. რა არის იცით? ბატონ ალექსანდრეს პირადად მივესალმები. ყველაფერი შეიძლება გააკეთო, მაგრამ ჩემთვის ექიმი არის საზოგადოების ერთ-ერთი ისეთი მაღალი წარმომადგენელი. გამერწმუნოთ და მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არის.
ამიტომ როდესაც ექიმი ასე, იმიტომაც სახელმწიფო ამიტომაც ექცევა ასე. იცით რომ ახლა არჩილი ჩავიყვანეთ სტამბულში ყავდა და მილიონი რეცეპშენებია. იქ სანამ შეხვა პროფესორთან, აი ყველაფერი მოწესრიგებულია. აქა კულტურაც არ არის ამის. 30 ჯერ შემო ექიმო ეს გადამიხედე რა, ასე როგორ შეიძლება არში თვითონ ჩვენივე ქმედებიდან ვაფუჭებთ საქმეს. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ბევრი მიზეზი არის. პირველი ის რომ ერთი დაიყარა ბევრი დაპატიეთ ამ სიტყვისთვის ექიმები. კარგია ეს არ არის კარგი, არ ჭირდება საქართველოს ამდენი ექიმი, ნამდვილად არ ჭირდება. გამერწმუნეთ რა. ანუ სახელმწიფო მზადდება თუ ჯუმბერ უნგიაძე ან ლევანი აგებულჭულაძე იტყვის უარს და იტყვის პრეტენზიას, შტრეიბრეხელი გამოჩნდება ლევანის ან ჯუმბერის მაგივრად 10 ან 20 მოგივა. სულ არ აინტერესებს იმაში მორალური საკითხები. რო იყოს ცოტა უფრო დიდი კოლეგიალობა ექიმებს შორის, სახელმწიფოს უფრო პატივისცემით მოგოყვება ჩვენ. შეუძლებელია რომ ჩვენი თავი შეფასდეს ისე, როგორც დავუშვათ პედიკურშას მუშაობა. ეს არ არის კარგი, მაგრამ რა ვქნათ, როგორ გამოასწორა. კიდევ ერთხელ გივიმეორებ, რომ დიდწილად ჩვენი ბრალია. მეორე პრობლემა, რომელიც არის, ეს არის ჩემი აზრით. უწყვეტი სისტემის განათლების არასრულფასოვნება. რატო? იმიტომ რომ მაპატიეთ ეს, რასაც მე ახლა ვაკეთებ და დიდ პროფესიონალურ დონეს ვერ აწევს ექიმებს. ფიქრობ, ცოტა უფრო სხვანაირად უნდა იყოს ეს. ეს იყო ჩამოყალიბებული მაგალითად იცით რომ მოსკოვში მუშაობის დროს ინსტიტუტში ბათუმის სამშობიარო სახლიდან ქალბატონი ჟუკა იყო ჩამოსული, ნურის უგანათლებულესი ქალი იყო. და მერე ჩამოვიდა თამარა კაკაბაძე, თამარა ცოტა ისეთი ქალი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ვის გააკურებდა იქ თვითონ განყოფილებაში 2-3 მინიმუმ ძალიან ცნობილი პროფესორი იყო, რომელთვინს ხდებოდა ცოდნი. მე ვფიქრობ, ეს მოდელი უკეთესია, იმიტომ რომ უფრო შეისწავლის ადამიანი 2-3 თუნდაც კვირა იყოს ან თვე, ეს უფრო კარგია, მაგრამ ალბათ ესეც მოვა საქართველოში. მაგრამ არის ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც ჩემი აზრით საქართველოში არ მუშაობს. ეს არის კითხვა და კითხვა. თუ ადამიანს არ აქვს ეს მისწრაფება, არ უხსენავს თვალები ექიმს, მაინც დაანებოს ჯობია თავი, იმიტომ რომ რთულია მორალურად, ფიზიკურად დაღლა რა იყო, საერთოდ არ ვიცოდი. მაგრამ რო ძნელია, რა თქმა უნდა ძნელია, ჯერტი ის რომ ყველა დღეოდები ზარს. სტრესია ეს, გამერწმუნეთ რა ძალიან. მე და ყოველთვის ყავს ერთი 5-6 ოპერაციები, რომელზეც ვფიქრობ. ამიტომ არც მატერიალურად, არც მორალურად ეს არ გინაზღაურდება. და ეს პრობლემები რამდენად დგას. მე მგონი დამეთანხმებით თამაში. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, მიხარია ხოლმე მაგალითად როდესაც ქალბატონ ლუიზასთან ველაპარაკ. ეთყობა შინაგანად, რომ ლუიზა არის ექიმი, კულტურული ადამიანი და სიამოვნებს ხოლმე. ეს დამერწმუნეთ ესეც იშვიათობა. ხო, ლუიზას ნაირი ბევრია, მაგრამ ლუიზას ჩემი კომპლიმენტი აქედან. ხო, პასუხი. 21 საათიდან 23 საათამდე არ მოხდა სისხლისძვრელის დროული იდენტიფიცირება. იცით რა, ვინც არ უნდა იყოს, ეს რო იყოს სანიტარკა და თქვენი გუნდის წევრი რო გითხრას ბევრია,
უნდა ჩათვალოთ, რომ დაკარგული სისხლის რაოდენობა ბევრი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთხოვთ, ყველამ ამ ბენეფიციარს მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება. აქ ჩვენთანაც არის პრაქტიკაში. იურევიჩ არ დაკარგა, როგორ თუ არ დაკარგა, როდესაც უკვე ეს რეაგირებს პულსიდან. დაკარგა ესე იგი. ჯობია თქვა, რომ დაკარგა. ამიტომ ერთ-ერთი ეს პირველი პუნქტი არის, რა თქმა უნდა, დროული იდენტიფიცირება, მეორე რამდენი დაკარგა. კლასიფიკაციას თუ გნებავთ, მე კიდევ ერთხელ ამოგიბეჭდავ და თუმცა გუშინ გაჩვენეთ, ბევრმა გადაიღო თქვენთაგან. კლასიფიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კლასიფიკაციასთან ერთად თქვენ უკვე გყავთ ალგორითმი, თუ რა უნდა ჩართოთ, რა მომენტებზე უნდა ემოქმედოთ, რო არ გაგვიანდეს შემდეგი ქმედებები. შემდეგ არის გადაუდებელი მდგომარეობის გააქტიურება. რას ნიშნავს ეს, რომ გადაუდებელი ძალიან თქო დაიმახსოვრეთ. იძახის ალარმ რეჟიმი ერთობა, ანუ განგაშის რეჟიმი და წამყვანი სპეციალისტი გამოიძახება და პლუს კიდე სპეციალისტები სხვა დარგში. აუცილებლად, იმიტომ რომ მარტო ერთი და ორი ექიმი ამას ვერ მართავს, მათ რიცხვი ლაბორატორიის თანამშრომლები. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანია პირველ საწყისი რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელება. კიდევ და კიდევ არ მახსოვს ვინ დამიძახა მაშინ 159 პულსი რო იყო. რომელმა დამიძახეთ, დინგირა შენი ყავით, ნათია შენი ყავით, ხო? იყო ერთ-ერთი ანესთეზიოლოგი და გაცინებული ასე მეყურებს. ჩემი შვილის რო იყოს, ამ ყველაზე მეც მაგას ვეუბნები საყვედურს. იმ წუთში საყვედურს მამაც ხონებულო, მეც არამ იქიდან მოვედი სახლიდან, ქალაქის ცენტრიდან. აქ რამე ხო უნდა გააკეთო. იგივე შენი პაციენტი, მაპატიეთ უფრო იმისია უკვე მკურნალი ექიმი, ვიდრე ჩვენი და რატო ქალბატონინო თუ გამცემ პასუხს. დიახ. ოდიში, დიახ, გისმენთ. ის ექიმი სარეანიმაციო ღონისძიებები. ანესთეზიოლოგი რეანიმატორი. ის არის მკურნალი ექიმი. გამიგეთ, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მანამდე ჩვენიცა ძნელია არ მიიყვანა მდგომარე. იქ უკვე მკურნალი ექიმი არის ანესთეზიოლოგი რეანიმატორი. გამიგეთ? შენ გაიგებდა და დააფიქსირა, რა თქმა უნდა დააფიქსირა. თქვენ გაქვთ უფლება სულ თავიდან გამოიძახოთ. მაგალითად, როდესაც არის 500 მილილიტრი დავუშვათ, 550 მილილიტრი ლაგოს სისხლის დანაკარგი. იმ წუთში შეგიძლიათ უკვე გამოიძახოთ. რამდენად დააფიქსირებს ამას, მე ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენი ვალდებულება არის. ამ ეტაპიდან უკვე, როდესაც იწყება რეანიმაციული ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმი ხდება ანესთეზიოლოგი რეანიმატორი. დაკარგული სისხლის მოცულობის ადეკვატური შევსება. როგორც წესი, გუშინდელ მინდა გთხოვოთ და გაგახსენოთ, ვიწყებთ რითი. პროპორციები იცით, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. არ უნდა ზედმეტი გადასხმა, იმიტომ რომ ეს შეუწყობს ჰემოდილაციას და შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია, იმხრივ რომ გამოიწვიოს უფრო
ჰიპოქსიის, ანემიზაციის უფრო დიდი სურათი. თუმცა მაქვე არ უნდა აღნიშნოს, რომ რა თქმა უნდა იპოურემიასთან ბრძოლა ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რეანიმატორებს, ხო? შემდეგი პრობლემა ეს გახლავთ სისხლის დენის მიზეზის დადგენა. აქ რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში ამაში ძალიან გვეხმარება შორენა კი არის ესეთი ეძებს ხოლმე სულ ამ ქირურგიულ პრობლემას ან სისხლის დენას, მაგრამ ეს კარგია, გარკვეულწილად სტიმულს აძლევს ქირურგს, ნეოგინეკოლოგს ნახოს სისხლის დენის წყარო. იმიტომ რომ ზოგჯერ ეს ძალიან რთული დასასმელი დიაგნოზია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს რეტროპერიტონეულ სისხლდენასთან. მაგრამ აქაც უნდა დაფიქრდეს ექიმი, იმიტომ რომ თუ არის ამის გამომწვევი მიზეზი, რა თქმა უნდა, დროზე უნდა მოხდეს ამის დიაგნოსტირება. აქვე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება არასრულ გახებებზე, რომელიც შეიძლება იყოს საშვილოსნოს კედლისა. ხშირ შემთხვევაში ესეც არის, ამიტომ ამ მიზეზის დადგენა არის მნიშვნელოვანები და ადეკვატური მკურნალობა. ახლა ყოველთვის მისვამენ ასეთ კითხვას და ჩემებიც მეკითხებიან ხშირად. ორშაბათიდან მეწყება უკვე ვერსეულში ლექციები, პირველი ლექცია რა სიხშირით ვიყენებთ უტეროტონიკებს, როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა უტეროტონიკების გამოყენება? ვინ მეტყვის? უშინდელი სლაიდის გაგახსენებთ. 30-დან 50%-ამდე ამცირებს სისხლის დენების რაოდენობას. ძალიან კარგია ეს, ამიტომ ფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალური ანამნეზის ორსულსა შობიარებ უკვე მელოგინეს უნდა დაუკეთდეს, ეს და კარგია. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. ძალიან დიდი რაოდენობით ოქსიტოცინის შეყვანა განსაკუთრებით საკეისრო კვეთის დროს არ მიყვარს. რატომ? იმიტომ რომ ყველა შეყვანი ოქსიტოცინზე გამომუშავდება ღვიძლში ოქსიტოცინაზე, რომელიც შლის ორგანიზმს. რაც მეტი მოყავს, მეტ სტიმულაციას უკეთებს და სულ უფრო და მეტი გამომუშავება. ზოგი აბსოლუტურად ნორმალური საშვილოსნო და ძალიან დიდი დოზებით ხმარობს ამას. ამან შეიძლება მერე გამოიწვიოს ენდოგენურად გამომუშავებული ოქსიტოცინის დასვა და ჰიპოტონიის გამოწვევა. ამიგეთ ზედმეტი არაფერი არ აქვს. გარდა ამისა, ოქსიტოცინის გლობალურზე მოქმედებს გაუშვათ რომელიც ჩადის გამოყენება. მნიშვნელოვნად ამცირებს კედლებს. 23 საათზე და 15 წუთზე. აქ ალბათ ყველა ეთანხმებით ამას, რაც არის 23 საათზე და 15 წუთზე. სისხლის დენა განახდა თუ გახსოვთ თქვენ, შემდეგ არ მოხდა გადაუდებელი კოდის გააქტიურება. ადეკვატური ინტერვენციის განხორციელება, სისხლის და სისხლის პროდუქტების განსაზღვრა, ადეკვატური მონიტორინგი, სისხლის დანაკარგის კლასიფიცირება, სისხლის მიზეზის დადგენა და სისხლის დენის მიზეზის აღმოფხვრა. ვითომ პატარ-პატარა შემთხვევებია, მაგრამ ამან არ გამოიწვია საბოლოოდ დენის სიმპტომები. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი დროა. 1 საათი ეს ის დრო, რომელიც შეგიძლია ნებისმიერი ოპერაცია გააკეთო. პასუხი არ იქნა დროულად მოძიებული სისხლი და სისხლის კომპონენტები. თუ გახსოვთ თქვენ ამ კლინიკურ შემთხვევაში დაიწყო
სისხლის მუზებმა გახსოვს ხო რა იყო? ყველა სისხლი უნდა იყოს გაგზავნილი. განსაკუთრებით არ არის აუცილებელი შეთავსება, მაგრამ გაგზავნილი უნდა იყოს. არ იქნა დაწყებული სისხლის და ახალგაყინული პლაზმის დროული ტრანსფუზია. რატო არ იქნა? იმიტომ რომ დროზე არ იქნა მექინა. ვერ იქნა დროულად იდენტიფიცირებული მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მიზეზი, დროულად არ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა და დაგვიანებით მოხდა მელოგინის რეპერგატია. აქ ხო არავინ შეგვეკამათება, მე მგონი არ არის საკამათება. გაგრძელება 0 საათი და 34 წუთი. გარდაცვალების თარიღი ღამის 2:18 წუთი გარდაიცვალა. გამოგზავნილი დაწესებულების დიაგნოზი არის ორსულობა 39 კვირა, ნაყოფი თავით წინდებარეობა, მშობიარობის პირველი პერიოდი, ლოგინობის ხანის პირველი დღე, SM უკმარისობა, ანუ სუნთქვის მწვავე უკმარისობა უკვე. პოსტჰემორაგიული შოკი, საშვილოსნოს რუპტურა, შინაგანი სიზმრა, მწვავე მუცელი. კატასტროფა. კლინიკური დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პოსტჰემორაგიული კლინიკური ანემია, ჰიპოვოლემიური შოკი, მწვავე მუცელი, საშვილოსნოს რუპტურა, შინაგანი სისტემა, ნაყოფი თავით წინდებარეობა, ნაყოფი დასწრეთი დიაგნოზი რა არის? გულის ზარდი, სიზარდო, უკმარისობა, აფარდი თქვენ ვერზებაში. ეკი. როგორ რას ხედავთ ჩვენ აქ? ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემებს ხედავთ, იმიტომ რომ მეთქმა გვაშოროს ასეთი დიაგნოზები, იმიტომ რომ აქ უკვე ნამდვილად შორს წასული მატარებელია და რაც უნდა მაგარი მწვავე იყოს, ვერ დაეწევია ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, დიდწილად ეს განპირობებული იყო სიკვდილით. განპირობებული იყო იმით, რომ არასწორი ქმედებები იყო. პატარ-პატარა ნიუანსები, რომელიც არ შესრულდა, აი გამოიწვია ასეთი დიდი პრობლემა. 0 საათზე და 25 მელოგინა მოხდა პერინატალურ მინდვრებში. მიიღეს ეს პაციენტი. კრიტიკული მდგომარეობაში, ჰემოდინამიკა არასტაბილური, ინოტროფების ხარდაჭერის ფონზე, არტერიული წნევა 42-22-ზე რესურსის სვეტისა, პულსი 88, დიახ, გამოხატული არითმია, ერთეული სუნთქვითი მოძრაობა და კონტაქტი ვერ ხარდება. ვინ რა შეცდომას ხედავს აქ? მე განსაკუთრებით მაინტერესებს ანესთეზიოლოგების ასეთი. ლევანიდან დავიწყო. შემოსვლისთანავე პაციენტი გადაყვანილი უნდა ყოფილიყო მართვით სუნთქვაზე და დაწყება. კი, სწორია რომ აქიც იმ დღეებში არის მიშეყვანილი. მე მგონი არასწორად არის. ასეთი პაციენტები პირდაპირ რეანიმაციურ აპარატებში ან საოპერაციო
უნდა მოხდეს, იმიტომ immediately ანუ იცი უნდა დაიწყოს სარეანიმაციო ღონისძიებები. თქვენ იცით ჩვენი მიღები ექიმების დონე. მაპატიეთ, მაგრამ სახელმწიფოს უბრალია, იმიტომ რომ არ შეიძლება თერაპევტი გადააგზავნა ექსპერტი და გახდეს გააკეთოს სამუშაოს ფუნქცია, აინტეგრაცია შეაყოს შეუძლებელია ეს, ამიტომ რეანიმატორებს ეზოლებიც საერთოდ იმედა გაყოფილებაში, ამიტომ ასეთი პაციენტი ჩემი სასწრაფოდ ალბათ თქვენს მე დამეთანხმებით არ უნდა მოთავსებულიყო იაში, პირდაპირ უნდა მოთავსებულიყო სარეანიმაციო ან საოპერაციოში. ბატონო ჯიმბერ თქვენის ნებართვით და ჩვენ გვაქვს დე ფაქტო და დე იურე მდგომარეობა. დე ფაქტო გეთანხმებით თუ ესეთი მოცემულობა, მაგრამ კომუნიკაცია უნდა გქონდეს. შენ მე მიგზავნი პაციენტს, ხო? გასაგებია რომ კვანტს მიდები ასეთ პაციენტს. მზათავარ მე და რამდენი წელია ამას ვარ. ყოველთვის მზათავარ მაგისტვის. ხო, რომ მე უნდა გავხსოვთ გუშინ რო გითხარით ცინცაძის შემთხვევა. იმ წუთში ჩავედით მე და იყო. ერთი 10 წუთის რო არ დაგვეგვიანებიეთ, მოხდებოდა, იმიტომ 21 გემოგლობინი ჰქონდა იმ გოგოს. 21 წლის გოგონი. რა თქმა უნდა ეს 16 გრამი დაზება. თუ 16 იყო, აღარ მახსოვს, მოკლედ ნუ დედა ჰქონდა ნაპირები. აი ეს არის იქ სანამ რეანიმატოლოგი დატვინავს, შენ დაგიძახებს გინეკოლოგს და всё. ბელაზე ძვირფასი ამ დროს არის დრო. კი ბატონო. არ უნდა დაკარგოთ. ამიტომ მიმღებში გათვალისწინებთ კატეგორიულად წინამძღები ამას რომ ეს არის პერინატალურ მიმღებში. კი ბატონო, ეგ არის აბსოლუტურად მართალია. მიმღებში უნდა იყოს შოკის დარბაზში იმ თავითვე შეყვანილი პაციენტს, რომელსაც პირდაპირ რეანიმაციაში. არავით არის შოკის დარბაზი პირდაპირ, იმიტომ რომ იქ ადეკვატურ დახმარებას მაინც ვერ. ეგ არის პრობლემა, რომ ვერ უწევენ, მაგრამ გათვალისწინებთ დე იურე. გათვალისწინებულია, რომ შოკის დარბაზი არის პატარა რეანიმაცია. თერაპევტებს რომ მაგალითად სუნთქვის უკმარისობით აწვენეთ მე რამდენიმე საათში პნევმონიით მე გადაყავთ რეანიმაციაში. ეს პინგ-პონგის ბურთი არ არის პაციენტი. თქვენ ამ მანიპულაციებით დროს კარგავთ, ამიტომ ადეკვატური შეფასება გუშინ ორი სიტყვა რო გაჩვენოთ, ადეკვატური და დროული. ეს არის მთავარი. ამას ეს პრინციპებს თუ არ აკეთებთ, ნუ არ ვიცი, მაშინ იკარგება ეს ოქროს წუთები. და ამიტომაა ეს პრობლემა. გავაგზავნოთ. 9 საათზე და 40 წუთზე პაციენტი მიმღები განყოფილებიდან გადაყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ამაში ხო იკარგება წუთები. გითხარით, აბა რას ვეუბნები მე ნათიას. და იმიტომ რომ ნათი ახლა არის წამყვანი ჩვენთან მიანი. ვეუბნები რომ როდესაც არის პრობლემა და არის თავი უკვე ქვემოთ ჩამოსული, თუნდაც შეწყდეს გულისცემა. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მშობიარობა დაამთავრო პერვიას ნატურალის. რატო? იმიტომ რომ ნაყოფს ასე თუ ისე აქვს თავისი ავტონომიური სისტემის მიეცემა. რაღაცა წუთის განმავლობაში დროის განმავლობაში ნაყოფი კიდე ცოცხალია დედაც რომ მოხდეს. ჯერ კიდე მეოთხე საუკუნეში ჩვენ წელს აღვიწყავდით პომპიუსმა გამოცხა ბრძანება რომის იმპერიაში. გარდაცვლილი ოსური არ დაესახურებია. უნდა გაეკვეთათ და მერე დაესახურებათ. რატო? იმიტომ რომ მაშინ მივხვდეთ, წარმოიდგინეთ 24 საუკუნის წინ რომ ნაყოფი ჯერ კიდევ ცოცხლობს. ამიტომ რატო ვეუბნები მე ამას ნათიას რომ იმიტომ რომ
რაც არ უნდა იჩქაროს საოპერაციო მიკრობის ანესთეზიოლოგი 10 წუთი მაინც უნდა ხელს ანაძაიდან ინტუბაციასთან ან რეგიონალს დააკეთებ ხო ჭირდებათ რომ ეს 10 წუთი არის ოქროს წუთები ამიგეთ ამიტომ აი აქაც ეს შეცდომაა დაშვებული გადაუდებელი დახმარები და მოკლედ პერინატალური მიღები და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში თუმცა შოკის დარღვევის ექიმის ჩანაწერით პაციენტი შოკის დარღვევაში მოთავსდა 0 საათსა და 35 წუთზე და 0 საათსა 40 წუთზე სიმართლე გითხრათ ბატონო ჯუმბე აი უყურეთ ეს კიდე პრობლემა რომელიც ერთი ექიმი ერთ წერს და მეორეს არის კიდე ერთ-ერთი დიდი დარღვევა გუნდური მუშაობის პრინციპისა. ამიტომ ამაზე ძალიან ცუდად რეაგირებს უამრავ გარჩევაზე ვარ ნაყოფი მირჩევია ხილობის დელეგატების საჩივარი ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ცუდად რეაგირებს იმაზე, როდესაც არის სამედიცინო დოკუმენტაციის ან გაყალბება, ან მისაატვესტვია. შეუფერებელი. შეუსაბამო. ანუ ერთი წეს მეორე წეს. არ არის ეს კარგი და ეს ისე ამ კოლექტივში არის დიდი პრობლემა. ბატონო ჯუმბერ, ბოდიშ მოგეთ ისე მაგ რაც წერია ამ მონაცემებით ტყუილი როგორ თქვა უზუსტობაა ამ შემთხვევაში შემოსვლისთანავე პაციენტი არის გულგაჩერებული. აქ პულსი ვერ იქნება. აქ შეიძლება დავწეროთ ჩვენ გულისცემა, ანუ გულისცემა არ არის. პულს გარეშე ელექტრული აქტივობაა, იმიტომ რომ 42 წნევა პულს ვერ მოგცემდა ჩვენ. იმ თავითვე 5 წუთში გადაყვანა კი არა, იმ თავითვე უნდა დაწყებულიყო მეცად იმიტომ რომ სასტრაფოს მანქანაშივე იყო რეანიმაცია ჩასატარებელი. სასტრაფო გაკეთებულია კარგად. არ სუნთქავს ფაქტიურად პაციენტი. ის პაციენტი ფაქტიურად ამ მონაცემებით არის გულგაჩერებული შემოყვანილი. მოთავსდა პერინატოლოგიის მიმღებში. რომელი პერინატოლოგი აკეთებს ინტუბაციას და საერთოდ აქ ამის უფლება? არ გულის არაპირდაპირ მასაჟი მძღოლმა უნდა გააკეთოს. სასტრაფოს კი ექიმმა კი არა, პოლიციელმა მეხანძრემ. ანუ ეგ უკვე ისეთი მონაცემებია მაგ ერთი პერიოდი იყო ასეთი ჩვენთან ასეთი მოთხოვნა შემოლევან რომ ექთანია ლემსის გაკეთება იცის. მაშინ ეს ასეთი ალავერდი მოდივა შენთან და გეუბნები ლემსის გაკეთება იმანაც უნდა იცოდეს ყველა ხო მაგრამ ეს ხო არ არის ნურსის კვალიფიკაციის გამსაზღვრელი მონაცემი. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ერთ-ერთი მთავარი მინუსი საქართველოს მედიცინის არის ძალიან დაბალი დონის საშუალო პერსონალის არსებობა. ძალიან დიდი ყველა გაიქცა საუბარი, თუ იქაც დეფიციტია. ბაკალავრიად დამთავრებული ექთნები არ ყავს ჩვენ. აი ახლა იქნება ჯგუფი არის შექმნილი, სულ 5 წევრი მეც ვარ იქ ამ ჯგუფში, რომელიც ეროვნული პროტოკოლს ქმნის ექთნებისთვის. ამიგეთ, ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის კიდევ ერთ-ერთი არა საკმარისი კვალიფიკაციის ყურე ერთი რგოლი კიდე ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ ამას დაერთხო კიდე აი დროის დაკარგვა. 0 საათზე და 35 წუთში ჩატარდა ულტრასონოგრაფიული კვლევა. დაფიქსირდა დიდი რაოდენობით სივრცე მოსვლის გულში. ეჭვი მიტანილი იქნა საშუალო სკოლის გათხოვაზე
ელოგინო სასიცოცხლო წვიმებით აყვანილი იქნა საოპერაციოში. როგორ ფიქრობთ? როგორ უნდა ვიმსჯელოთ ამ სიტუაციას? მე ვფიქრობ, რომ ისტატის საოპერაციაში რო შეყვანილობთ მსგავსი, სანამ ექიმი იბანდა ხელს და იმზადებოდა ანესთეზიოლოგი, უნდა მოსულიყო იმ ჩეკლისტის წარმოდგენი, როდესაც უკვე განგაშიათდა დაწესებულებაში, ანუ ეს არის ეხოსკოპისტი, თუმცა არ ვარ გამორიცხავ იმასაც, რომ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მისი გამოსახება აუცილებელი. და რატო? შოკის გამო, ერიტონიტის სურათი გამო. არის დაჭირდა. ახლა არ ჭირდება ეს. კარგი და ეთქვა, გუშინ ამაზე ვილაპარაკეთ საერთაშორის იგივე ექტორპიოლოგიური. რა ვარ, რო დაეწერა, მაგალითად ახავს ჩვენ ისეთები, რომელიც გინდა გააკეთოს, გინდა არა, ეს ეხოსკოპია. რო დაეწერა, არაფერი არ არის, არ უნდა გაიხსნა, მწველი. უნდა გაიხსნა. ორიაზი არა. ეს როგორ გითხართ, იცით, დამატებითი თავის დაცვა და აბსოლუტურად გაუმართლებელი, იმიტომ რომ აი ეს დრო იკარგება. და აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ საწოდავმა ყველაფერი ამის საწინააღმდეგო რაი არა, პერინატოლოგიის მიღების შემდეგ გადავიდა შოკის იმაში, შემდეგ ანესთეზიაში და შემდეგ ოპერაცია. ანუ არ ვენიეს საწოდავი იმის მაგალითად, რომ ეს 20-30 წუთი გამოვიდა. შობიარობის პროცესის ქრონოლოგია. 0 საათსა და 25 minutს საოპერაციო ეპიდემიის ჩანაწერი ურნალი ექიმის მიერ ელოგინის მდგომარეობა ფასდება სხვაგვარად. კრიტიკული, რა თქმა უნდა, კრიტიკულია. ჰემოდინამიკა არასტაბილური. იმოტროპების ხარდაჭერის ფონზე ცოტა მოემატა წნევა 80-55-ზე და კარგია უკვე სუნთქვითი სიხშირეს საუკეთესო უკვე უკეთესია 30-ია. ძლიერი ხასიათის ტკივილი მუხტის არეში დიფუზურად სუნთქვის გაძლენება ობიექტურად კანიფერტალი წილი გამიანი გამოხატულია აკროციანოზი მუხტის წინა კედელი დაჭიმული პალპაცია ძლიერ ტკივილები საშუალო ძლიერი სისხლიდან როგორც ფიერი ისევე პოლტებისა. ნუ ფლატ იდიოტი უნდა იყო რომ აქ ვერ მივხვდი რომ რაღაცა პრობლემა გაქვს მუხტის გულში. თუ არის პერიტონიტის ნიშნები, არის სისხლისდენა ძლიერი და არც მყარია ქალი და არც ცოცხალია. ძლიერს კიდე კარგი მოხდა ცოტა ამ ვიტალური ფუნქციების გაუმჯობესება. სადისკუსიო შეკითხვები გვაქვს. რამდენად ადეკვატურია პაციენტის შეფასება? ემთხვევა თუ არა ერთმანეთს? ერთმანეთს არ ემთხვევა და ადეკვატური შეფასება არ შეიძლება იყოს, როდესაც მას აქეთ-იქეთ ასე აღდგენილი. ეს ერთჯერა. რამდენად ადეკვატურია განხორციელებული ინტერვენციები და განხორციელების აქტივი? არ არის. პირიქით, ძალიან უხეში დარღვევებია. PPH-ის მართვის ზოგადი პრინციპები ჰემოდინამიკურად არასტაბილური პაციენტების მართვა. ლოკალიზაცია. რატომა გამახსენე მე გაანტის ჩავთვლი. შესაბამისი სივრცე რეანიმაციის და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის განხორციელებისათვის უპირატესად დილის საოპერაციო. ანუ რას თქვით? მიგიშვით, რომ თითაპირიქში იყო. სხვადასხვა ძალიან კარგი აპარატურა გვაქვს, ალბათ ყველა დამეთანხმება.
მაგრამ სადაც კი ვიყავი მე საზღვარგარეთ კვალიფიკაციაზე და საკმაოდ ვებჯერ ვიყავი, ყველგან ანესთეზიოლოგს შემოფარგლული აქვს ეს ნაწილი. რა ქვია მას საოპერაციო ველიდან და ჩართული აქვს სპეციალური კალორიფერი, რომელიც აფხობს მიწოდებულ ჰაერსაც კი. ყველგან ჩვენ სამწუხაროდ არ აქვს. ხშირ შემთხვევაში ან ძალიან ცხელა, ან ძალიან ციო კონდიციონერს აქვს. ამიტომ სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის გარემო, სადაც მოთავსდება, ან საოპერაციო, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის იდეალური ლოკალიზაციის ადგილი, იმიტომ რომ გვაქვს ძლიერი სისტემა, გვაქვს გამოხატული შოტლენ-ბლუმბერგის სინდრომი და გვაქვს ის ანამნეზი, რომელმაც შეიძლება ჩვენ ვაფიქრებინოს, რომ აქ არის რაღაცა იატროგენული პრობლემა. მე მგონი ამაში ყველა მეთანხმება. ანუ პირველი ეს არის თბილი საოპერაციო ოთახი, მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ გამოძახება. სასურველია ოპერაციული ჩარევის სტაბილური პაციენტი შესაძლებელია გადაყვანილი იქნეს ინტენსიური მოვლის განყოფილებაში, ხო? არასტაბილური პაციენტი უმჯობესია დარჩეს საოპერაციო ოთახში რამდენიმე საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს უძლდება ანესთეზია, შესაძლოა დარჩეს საოპერაციო თბილ გარემოში, რათა გაგრძელდეს, რა გაგრძელდეს, უკვე ანესთეზიოლოგიური პრობლემები, ეს არის ჟავი-თუთოვანი ბალანსის განსაზღვრა, ელექტროლიტის და ასე შემდეგ, სხვადასხვა სისხლის კომპონენტების გარდასმა. ანუ რო დავაკონკრეტოთ ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უპირატესად იქნებოდა, რომ ეს პაციენტი პირდაპირ მოგვეთავსებია საოპერაციოში, შემოსვლისთანავე გამოგვეძახებია ეს გადაუდებელი ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ასეთი პაციენტების მართვას და ამ შემთხვევაში მთელი რიგი მანიპულაციები, რომელიც ჩატარდა და გადაყვანაში ეს დრო გაყვანილი იქნებოდა მინიმალურამდე და შესაძლებელია, რომ პაციენტი გადარჩენილიყო. რო შოკი იყო აქ მეთანხმებით, ახლა დეფინიცია თუ როგორ უნდა მივიქცეთ, როდესაც მელოგინი არის ჰემოდინამიკურად არასტაბილური. როგორ უნდა მართოთ ჰიპოვოლემიური შოკი? პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა რამდენჯერ უკვე ვლაპარაკობ, აგრესიულად უნდა შეივსოს სისხლის მოცულობა, მოცულობის სისხლის მოცულობა. შემდეგ ერიტროციტალური მასა ან რიოპლაზმა. იმის და მიხედვით, რომელი გვაქვს რა ტიპის სისხლის დენა გვაქვს. თუ ეს არის კოაგულოპატიური სისხლდენა, რა თქმა უნდა, უმჯობესი არის, რომ ჩვენ დავიწყოთ ახალ ეკონომიურ პლაზმით, რადგანაც ამ ბიოლოგიურ მასალას აქვს თვისებები, გაუმჯობესებს დონორის ორგანიზმში და გააკვირვოს გემოსტაზიოლოგიური თავისებურებები. და ახლა მინდა მხოლოდ ორს გახსოვდეს, რომ მელოგინე იტანს ერითროციტების 75%-ს დაყარავს. ანუ სატრანსპორტო ფუნქცია ერითროციტების მნიშვნელოვნად დაბალდონეზია, ვიდრე პლაზმის როლი. პლაზმის 30% იმპოლიცებს
უშინა სუფთი და დღესაც ვიმეორებ. ცოტა საკამათო თემაა ერითროციტალური მასა თუ პლაზმა, მაგრამ ნაუშვათ ასეთი მოდუსი და მე მირჩენია, რომ იყოს ახალგაყენული პლაზმა. თუ ფიბრინოგენის, აი ეს არის საქართველოს აქილევსის ქუსლი. უნდა ილაპარაკოს, განსაკუთრებით ილაპარაკონ თქვენ ანესტეზიოლებმა რეანიმებმა. ბატონ ხარ დუმხარ, ამ ხელა კონფერენციები ეწყობა და არასოდეს არ არის ამაზე ლაპარაკი. რატო არ უნდა იყოს ხალისასტუმი ორი კომპონენტი, ეს არის ფიბრინოგენი და კრიოპრეციპიტატი. როგორ შეიძლება ამის გარეშე საერთოდ მნიშვნელობა და შუქა არავინ არ აკეთებს რაღაც ამერიკაში ეს იყო, ინაში ეს იყო, ეს ყველაფერი ყველა მიმართულებითაც. თუ ფიბრინოგენის კონცენტრაცია ძალიან დაბალია, გახსოვთ რამდენი უნდა იყოს ფიბრინოგენი? 300-ზე მეტი. 300. უყურეთ 50-დან 100-მდე. ოღონდ ეს არის დეცილიტრებში. საჭიროა კრიოპრეციპიტატის და მაღალი კონცენტრაციის ფიბრინოგენის პროდუქტების ფიბრინოგენის კონცენტრატის გადასხმა. რადგან მხოლოდ ახალგაყენული პლაზმის გადასხმა ვერ უზრუნველყოფს ფიბრინოგენის დონის ნორმალურად დაბა. სისხლის დენის შემთხვევაში უნდა დროულად გააქტიურდეს სისხლის დენის პროტოკოლი. Ura, გავაკეთოთ ეს პროტოკოლი, იმიტომ რომ ფაქტურად მე ვაქცევს ჩავწეროთ ქართულ ენაზე და მოუწოდა გადაგ. მე დავამტკიცებთ ჩვენთან და იქნება პროტოკოლი. აქაც არის კლინიკური შემთხვევა მშობიარობის პროცესის ქრონოლოგია. 0 საათზე და 38 წუთზე ჩააკარდა ულტრასონოგრაფიული კვლევა. დაფიქსირდა დიდი რაოდენობით ციფრა მუცლის ეჭვი მეტანელი იქნა საშვილოსნოს გახლავაზე და მელოგინა სასიცოცხლო ჩინობით აყვანილი იქნა საოპერაციაში. ჩემი აზრით მე გითხარით, გინდა დამეთანხმოთ, გინდა არა, ეს მანიპულაცია შეიძლება გამოგვეტოვებია საერთოდ. შემდეგ 0 საათი და 53 წუთი მელოგინა საოპერაციო მაგიდაზია უგონო მდგომარეობაში ერთეული სუნთქვითი მოძრაობებით წნევა არ ისინჯება, გონება დაკარგა ტრანსპორტირებისას გადასცა ოპერაციული ჩარევა. 0 საათზე და 45 წუთზე პერინატალურ მიღრებში ტარდება მარცხენა ბარძაყის ვენის კათეტერიზაცია, სამარხიანი კათეტერი. ანესტეზიოლოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტოტალური ინტრავენური ანესტეზია, ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია, იმეტროპული მხარდაჭერა, ინფუზიო-ტრანსფუზიული თერაპია. აქ ახლა შეედავო ანესტეზიოლოგს არ არის მოცემული ჩემის აზრით რა ზონის კათეტერი და თუმცა როდესაც ლაპარაკია რომ გაკეთებულია ბარძაყის ვენის კათეტერიზაცია, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ვენა, რომელიც მნიშვნელოვანია რომ დაფიქსირდეს. თუ არ ვცდები, ჯერონული გაიდლაინი მოწოდებულია პირველ რიგში საუბრობ ენის დაფიქსირება. საუბრობ ენის დაფიქსირება, თუმცა ბარძაყის ვენაც თუ გაქვს ეს ეხოსკოპი ძალიან მეორე მისაგნებია და გაკეთდეს უნდა საუცილებლად. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია სუბკლავიას მოძებნა. რატომ? იმიტომ რომ სპაზმირებულია სიზარგლე და ხშირ შემთხვევაში ამ მანიპულაციას მოძებს კიდე თავისი გართულება და თხოვთ რომ მაინც ეს მიმართულება უფრო რა ვითვისოთ. მე ვიცი რომ გიორგი აკეთებს შენ ესაუბრებენას, მაგრამ ერთ-ერთი ცენტრალური ვენაც არის, ეს არის ბარძაყის ვენა. 0 საათზე და 50 წუთზე ოპერაცია ლაპაროტომია ქვემო შუა ფერხაზე საშვილოსნოს ექსერცია განამატების გარეშე მუცლის სანაცია
დრენირება, ჰემოტრანსფუზია, მისთვის მართლის შემდეგ მისთვის როში აღმოჩნდა 4 ლიტრა სისხლი, ძველი მუქი საშუალოსნოს ქვედა მესამეჯი, საშუალოსნოს კედლის გახევა, რომელიც გადადის საშუს უკანა და მარცხენა თაღზე, საშუალოსნო მოგრეჯილი საშუს უკანა და გვერდითი თაღებიდან, საშუალოსნოს წინა კედელზე დიდი ზომის ჰემატომა, გავრცელებული ფაქტორიების პულსები და შარდუს საშუალოსნოს ნაოჭის ჰემატურება. კი, ну, საერთოდ როგორ კიდე არ მოხდა მანამდე ბიოლოგიური სიკვდილი ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ნუ უკიდურესად მძიმე სიტუაცია. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს შეიძლება ეს ყველაფერი აი ესე მოხდეს. იცით რა, მიანებია განსაკუთრებული კასტა. ძალიან ჩქარი აზროვნება უნდა გქონდეს, ძალიან ჩქარი. კარგი გამოცდილება და კარგი ცოდნა. ისე მიანებია და აი მინდა თქვენ ალბათ არ მიაქციეთ ყურადღება ჩემ შეცდომებს, რომელიც მე დავუშვი, ძალიან მაგრად ვიყავი მომზადება. აღწრაბა ხო დეფიციტით, იმიტომ რომ ზოგჯერ მქონდა 7 ოპერაცია მოსკოვში. განსაკუთრებით სიცოცხლის კათედრაზე, მაგრამ გუნდი იყო. მე აბსოლუტურად სანიტარი ზონი, ექიმი, ასისტენტია, 5-6 წელი ვერ მოვედი გონზე. მე დღეს აიაღე ყველაზე მე კვანცას მეთვითონა. საერთოდ კვანძის არასრულ პასუხობა სიცოცხლის პირველი ასისტენტის ის ხავს, მაგრამ უკვე თქვავის. ამიტომ რა თქმა უნდა კიდევ და კიდევ ერთადერთი მიზნით, მაგრამ ამ გუნდსაც მაინც შეხარდა შენდა. გითხარით რომ საკეისრობის სამწუხაროდ უფრო ბევრია, ყველაფერი უნდა აკონტროლო. ყველაფერი. დამერწმუნედ შევდიოდი საოპერაციოში და ვერ ჩვეუდი იმას, რომ მე ყოფილიყავი იქ. სულ არავინ არ იყო ვერცექილობდა, მაგრამ მე ჩემსაც მივახცე. ჩემთვის ახლა ოპერაციის გარდა წარდის მოგლოვი ხდება რა. სულთებს და წარვისაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ეს უკვე არის პრივილეგირებული საქმიანობა, ვიღაცა ამ გაფულებაზე ეს უნდა მოიდეს და ასე შემდეგ. უცინ ეს არის. უცინ არის ძალიან მეანობარი უფრო სწრაფად განვითარებადი ეს პროცესები, მაგრამ იგივე ვთქვათ, ონკოლოგია და ონკოლოგიური ონკოლოგია, ციტოლოგიის დროს რა შეიძლება. ციტოლოგია ცოტა სხვა უნდა გაკეთდეს. მე გასვამო,